ეს ფოტო ხომ გაქვს ნანახი. და ეს ფოტო ყველა თავიანთ სოციალებში ასეთ ფოტოებს პოსტავდა და აფრიალებდა, თან კომენტარებს ურთავდა, თითქოს მეცნიერებმა გააკეთეს ისტორიული აღმოჩენა მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც შესაძლოა უძველესი ეგვიპტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლო იყოს. გიზას დიდი პირამიდა დიდი ხნის განმავლობაში ინახავდა საიდუმლოებებს და ამბობენ, რომ ეს საიდუმლოები ახლა იხსნება და რა ინფორმაციებიც ვრცელდება, არის ეს დიდი საიდუმლო თუ საუკუნის აფიორა. არის თუ არა ეს მცდელობა მოატყუონ ადამიანები, რომელთაც შეერათ, რომ პირამიდები ინახავენ ინფორმაციას მათზე, ვინც ადრე მართავდა დედამიწას, ანუ საუბარია სხვა ცივილიზაციებზე. ხო და ხომ გახსოვს, რომ ჩვენ სახზე შეთქმულებების თეორიებს ვანადგურებთ და რეალურ ფოლკლორულ ისტორიებს, ანუ მითებს პოულობთ და გიყვებით. ახლაც დაველოდე, სანამ ქართველი იუთუბერები ჩაერთვებოდნენ ამ საქმეში, ანუ დაიწყებდნენ ამ საკითხის განხილვას და მოდი ამ ყველაფრის შემდეგ ჩავიხედოთ პირამიდების ქვეშ ნაპოვნ ეგრეთ წოდებულ გიგანტურ დარბაზების ინფორმაციებში და გავარკვიოთ რა არის აქ სინამდვილე და რა არის ტყუილი. როგორც მიხვდით, ჩვენ ამ ვიდეოში ამ თემაზე ვისაუბრებთ, მანამდე კი გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო. დავიწყოთ. ძველი ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე კოლხების შესახებ წერდა. ცხადია, რომ კოლხები ეგვიპტელები არიან. კოლხებს უკეთ ახსოვდათ ეგვიპტელები, ვიდრე ეგვიპტელებს კოლხები. ეგვიპტელები ამბობენ, რომ მათი აზრით სესოსტრისის ლაშქრიდან დარჩნენ ჯარისკაცები, რომელთა შთამომავალებიც არიან კოლხები. ჰეროდოტეს ის არ აქვს დაკონკრეტებული თუ რომელი კოლხური ტომი თვლიდა, რომ ისინი არიან ეგვიპტელი ფარაონის სესოსტრისის ჯარისკაცების შთამომავლები. რადგან როგორც იცით, კოლხეთის სამეფოში ძალიან ბევრი ტომი ცხოვრობდა და შესაბამისად უნდა მოხდეს დაკონკრეტება, თუ არის ამის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, თუ რომელ ტომს გულისხმობდა ჰეროდოტე. ჰეროდოტეს ნაშრომში ისტორია აღწერილია ეგვიპტელი ქურუმების მიერ მოთხრობილი ამბავი ფარაონ სესოსტრისზე, რომელსაც ოდესღაც თავისი ჯარი მიყავდა ჩრდილოეთით. ჯარმა გადალახა აფრიკის საზღვრები, შემდეგ გადავიდა მცირე აზიაში და გადაინაცვლა უფრო ჩრდილოეთით. შემდეგ იბრძოდა უფრო დასავლეთით, სანამ არ მიაღწია ევროპას და სადაც როგორც ჰეროდოტეს ისტორიაში არის ნახსენები, დაამარცხა სკვითები და თრაკიელებიც კი, რომლებიც შესაძლოა იყვნენ თანამედროვე რუმინეთის და ბულგარეთის ტერიტორიაზე. შემდეგ საუბარია ისტორიაში იმაზე, რომ ეგვიპტელმა ფარაონმა თავისი ჯარით გადაინაცვლა ისევ ეგვიპტეში, ხოლო მისი ნაწილი, ანუ ჯარის ნაწილი დატოვა კოლხეთის ტერიტორიაზე მდინარე ფაზისთან. სესოსტრის ასევე ახსენებს რომელი ისტორიკოსი პლინიუს უფროსი, რომელიც აღნიშნავს თავის ნაშრომში, რომ ფარაონის ჯარისკაცები დაამარცხა კოლხეთის ძლევამოსილმა მეფემ სავლაკმა. სადღეისოდ მიჩნეულია, ფაქტობრივად საყოველთაოდ, რომ სესოსტრისის ამბავი დაფუძნებულია სენუსრედ მესამეზე, იმავე დინასტიის სხვა ფარაონებსა და ასევე მე-19 დინასტიის სეტი პირველსა და რამზეს მეორეს ისტორიებზე. რაც შეეხება სენუსრედ მესამეს, ის ბევრს იბრძოდა და 4-ჯერ მარტო ნუბიაში შეჭრილა მეორე ჭორომის ზემოთ, სადაც დაუდგამს დაპყრობის სტელა. ჭორომები, როგორც იცით, ახასიათებს ბევრ მდინარეს, მათ შორის ახასიათებდა და ახასიათებს მდინარე ნილოს. იქ იყო რამდენიმე ესეთი ჭორომი და მეორე ჭორომის ზემოთ დაუდგამს სტელა, სადაც წერია ბევრი საინტერესო დეტალი, რომელიც შემდეგ აღმოაჩინეს მეცნიერებმა და რამდენიმე ასეთი სტელა დღეს ინახება ევროპის მუზეუმებში. ჩვენ ეგვიპტელებზე და კოლხების ისტორიაზე კიდე ცალკე ვიდეოსაც გავაკეთებთ. მანამდე უნდა ითქვას, რომ სენოსრეს თავის პირამიდა ჰქონდა, რომლის კომპლექსი აშენდა დაშურის წითელი პირამიდის ჩრდილო-აღმოსავლეთით და ეს ბევრად აღემატებოდა ადრეული მე-12 დინასტიის პირამიდებს ზომით, ასევე სიდიადით და რელიგიური წარმოდგენებით. ცხადია, რომ ზომით სენუსრეთ მესამეს პირამიდები ვერ მივა ახლოს გიზას პირამიდებთან, რომელზეც მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სწორედ ამ პირამიდების ქვეშ აღმოაჩინეს
ის უზარმაზარი ქალაქი, რომლის შესახებაც ინფორმაციებმა მთელი ეს პერიოდია მოიცვა ინტერნეტი. და ეს ლეგენდარული დარბაზები და ბილიკები, რომელიც აკავშირებს ამ დარბაზებს ასე ოთახებს ერთმანეთთან არის ნამდვილად გიჟური თეორია, ერთი შეხედვით ასე შეიძლება ის დახასიათდეს. მოდი ახლა ძალიან მოკლედ გადავიკითხოთ ის ინფორმაცია, რაც ალბათ უკვე ბევრ არხზე შეხვდა, მაგრამ ეს ინფო აუცილებელია იმისთვის, რომ შემდეგ ეს თეორიები ჩვენ გავაკრიტიკოთ და გავაკრიტიკოთ ძალიან ღრმად. პროექტს უწოდეს ხეფრენის პროექტი და მას ახორციელებდნენ იტალიელი მეცნიერები პიზას უნივერსიტეტიდან, კორადო მალანგას ხელმძღვანელობით და ასევე შოტლანდიის უნივერსიტეტის მეცნიერი ფილიპო ბიონდი. ისინი აცხადებენ, რომ რადარული ტექნოლოგიების გამოყენებით საინტერესო აღმოჩენა გააკეთეს, რომ მიაგნეს ვრცელ მიწისქვეშა ქალაქს, რომელიც გადაჭიმულია პირდაპირ პირამიდების ქვემოთ ასეულობით მეტრის სიღრმეზე. გუნდი ამტკიცებს, რომ იპოვეს 8 ვერტიკალური ფორმის სტრუქტურა, რომელსაც ისინი უწოდებენ ლილვებს და რომლებიც ვრცელდებიან პირამიდების ქვეშ დაახლოებით 700 მეტრზე. თითოეული ლილვი გარშემორტყმულია მათი განმარტებით სპირალური ბილიკებით, რომელიც აკავშირებს 2-14 მეტრიან სტრუქტურას. და გავრცელებული ცნობებით ამ სტრუქტურების ზემოთ ასევე აღმოჩენილია 5 მრავალდონიანი სტრუქტურა. ისინი ერთმანეთს, როგორც მეცნიერები ამბობენ, გადასასვლელებით უკავშირდებიან. მეცნიერები ამბობენ, რომ გამოიყენეს სატელიტური რადარის მონაცემები, რათა ბუნებრივად წარმოქმნილი სეისმური მოძრაობების მცირე ვიბრაციები აღენოსხათ და პროექტში გამოიყენეს 2 თანამგზავრი რადიოლოკაციური სიგნალების გასაგზავნად. და ამის საშუალებით მიიღეს შემდეგ პირამიდის ფოტოები. ეს მონაცემები შემდეგ ჯგუფმა გამოიყენა ნაკლებ დეტალიზებული, უხეშად დეტალიზებული, რასაც ქვია, მსგავსი 3D მოდელის შესაქმნელად, რათა დაენახათ ის, რაც სავარაუდოდ დაფარულია გარედან და სწორედ ეს 3D მოდელების სხვადასხვა ვარიანტები ნახეთ თქვენ და მე ამას დაემატა ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ფანტასტიკური სფეროდან ვიდეოები და ამან უკვე უფრო სენსაციური სახე შეძინა ამ თეორიებს. კვლევა, რომელიც ჯერ კიდევ ველოდება განხილვას, ვარაუდობს, რომ კომპლექსი 10-ჯერ აღემატება თავად პირამიდებს. დედამიწის ზედაპირის ქვეშ უზარმაზარი დარბაზების არსებობა, რომლებიც სომით შედარებულია თავად პირამიდებთან, გავს ამენტის ლეგენდარულ დარბაზებს. ჯგუფი ამბობს, რომ ცილინდრული სტრუქტურები ნაპოვნია 3 პირამიდის ქვეშ და აღნიშნეთ კიდევ, რომ პიზის პირამიდების კომპლექსი მოიცავს სწორედ 3 დიდ პირამიდას. და მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ცილინდრული სტრუქტურები, რომელიც იპოვეს, რეალურად შესაძლებელია იყოს პირამიდის ქვეშ არსებულ დარბაზებში და ზოგადად მიწისქვეშა სისტემაში, რომელიც ავარაუდევია მათი მხრიდან, ამ სისტემაში შესასვლელი წერტილები. და ამ კვლევის ავტორებს აქვთ სურვილი და იმედი, რომ გააგრძელებენ კვლევას და იქ უკვე საჭიროა გათხრები წარმოება და ამისთვის ხელისუფლების თანხმობის მოპოვება, რაც ამით თანხმობით თქვენს, რომ ამ შემთხვევაში წარმოუდგენლად რთული იქნება, თუ რატომ იქნება რთული, ამაზე ახლა გიამბობთ. შესაბამისად გადავდივართ კრიტიკაზე და მოდი კრიტიკა დავიწყოთ ამ პროექტის კრიტიკით. არსებობს ბრალდება და ბრალდებები, რომ კვლევა არის სისულელე, რადგან არ არსებობს გამოქვეყნებული დამოუკიდებელი მეცნიერების მიერ რაიმე მიმოხილვა ამ კვლევისა. დენვერის უნივერსიტეტის ერთ-ერთი მკვლევარი ამბობს, რომ ინფორმაციები არის გადაჭარბებული, რადგან ტექნოლოგია ასეთი სურათების შესაქმნელად საკმარისად განვითარებული არ არის. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პირამიდების ქვეშ შესაძლოა არსებობდეს პატარა სტრუქტურები, როგორც არის შახტები, კამერები, ამის მიუხედავად უზარმაზარი მიწისქვეშა ქალაქის იდეა არის საეჭვო. ზოგადად მაია და სხვა ხალხები ძველ მესოამერიკაში ხშირად აშენებდნენ პირამიდებს გამოქვაბულებში ან გამოქვაბულის შესასვლელებზე, რომლებსაც მათთვის საზეიმო მნიშვნელობა ჰქონდა. რაც შეეხება რადარის სპეციალისტ ლოურენს კონიერს, ის აღნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული იმ ადგილას, სადაც რაზეც მეცნიერები საუბრობენ, შესაძლოა მართლაც იყოს მსგავსი მცირე სტრუქტურები, როგორიცაა შახტები და კამერები, რადგან ეს ადგილი განსაკუთრებული იყო ძველი ხალხებისთვისაც პირამიდების აშენებამდეც კი. ასევე კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ SAR ტექნოლოგია, ანუ ის
ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენეს მეცნიერებმა, რელევანტურია ზედაპირული სტრუქტურების აღმოსაჩენა და მისი ეფექტურობა მნიშვნელოვნად მცირდება რამდენიმე მეტრ სიღრმეზე, მით უმეტეს მყარ გეოლოგიურ წარმონაქმნებში. მიუხედავად იმისა, რომ ფარული მიწისქვეშა ქალაქის იდეა მომხიბვლელია, ამჟამინდელი მიცემებულები გადაუმოწმებელი რჩება, სანამ არ იქნება უფრო კონკრეტული მონაცემები, როგორც არის რეცენზირებული ნაშრომები ან გათხრების შედეგები. ეგვიპტის მთავრობა კი, რომელიც ისტორიულად ფრთხილია გათხრების მიმართ, ეჭქვეშაყენებს თეორიებს და არ აკეთებს კომენტარს ამ თემაზე. ნობილმა არქეოლოგმა და ეგვიპტის სიძველეთა ყოფილმა მინისტრმა ზაჰი ჰავასმა კვლევას სრულად არასწორი და ყალბი უწოდა. ისინი აცხადებენ, რომ პირამიდის შიგნით რა არის გამოიყენესო, რაც ცდარია და გამოყენებული ტექნოლოგია მეცნიერულად არც დამტკიცებულია და არც დადასტურებულიო. ამას ამბობს სწორედ ზაჰი ჰავასი. ჭორებს, რომელიც გავრცელდა ეგვიპტურ პირამიდებზე, იმის შესახებ, რომ ხეფრენის პირამიდის ქვეშ არის სვეტები, არ აქვს საფუძველი და არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება ამ თეორიის მხარდასაჭეროდ და ის დამატებს, რომ მიმდინარე მისიებიც კი არ არსებობსო ხეფრენის პირამიდაში. და ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სიძველეთა უმაღლესმა საბჭომ ფარაონ ხეფრენის პირამიდის შიგნით მუშაობის ნებართვა არ გასცა. ამ ამბავს მან უწოდა ძველი ეგვიპტური ცივილიზაციის ფესვების დათრგუნის მცდელობა და ასევე დაამატა, რომ ეს წარუმატებელი მცდელობებია და ეს ჭორები ისტორიის ნაგავს საყრელზე გადაინაცვლა. ასევე ამ თემაზე კომენტარი გააკეთა ჰუსეინ აბდელ ბასირმა, რომელიც არის ალექსანდრიის ბიბლიოთეკის სიძველეების მუზეუმის დირექტორი და ის ამბობს, რომ მალანგასა და ბიონდის მიერ წამოყენებული თეორიები გადაჭარბების და ტყუილის სფეროს მიეკუთვნება და აღნიშნა, რომ ნებისმიერი რეალური სამეცნიერო აღმოჩენა არქეოლოგიის სფეროში ჯერ უნდა გამოქვეყნდეს სანდო სამეცნიერო ჟურნალში დამოუკიდებელი ექსპერტების თხილი განხილვის შემდეგ. ის ამბობს, რომ გეოფიზიკურ ტექნიკას, როგორც არის მიწისქვეშ შეღწევის რადარს ან სეისმურ ანალიზს შეუძლია შეზღუდული სიღრმეების სკანირება და საუკეთესო შემთხვევაში ეს არის რამდენიმე ათეული მეტრი. და მას ჯერა, რომ დეტალები, რომელიც ამ კვლევის შესახებ გამოაქვეყნეს მეცნიერებმა, ვერ იქნება აღმოჩენილი მსგავსი მეთოდების გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები ვერ მივიდნენ რაიმე დასკვნამდე ამ შესაძლო მეგასტრუქტურების შესახებ, ან თუნდაც რამდენად სარწმუნოა კვლევის შედეგად მიღებული ეს დასკვნები, ეს არაფერ ხებს, რა თქმა უნდა, ზოგიერთ ადამიანს შექმნას გიზას პირამიდებზე თეორიები, ზოგი შეიძლება სარწმუნო, თუმცა ზოგიერთი სრულიად სასაცილო. მოდი 5 ყველაზე პოპულარული თეორია განვიხილოთ, სანამ გავაგრძელეთ ასევე კრიტიკას. პირველი, Reddit-ზე მომხმარებლები ამტკიცებენ, რომ ეს სტრუქტურები ენერგიის გენერატორებია. მაგალითად, ერთმა დაწერა, რომ ეს არის მწვანე ენერგიის ელექტროსადგური, რომელიც გამომუშავებს ელექტროენერგიას დედამიწის მაგნიტური პულსის ჰარმონიზაციის გზით. ნიკოლა ტესლა იყო შეპყრობილი ამითო და ამიტომ მან შექმნა თავისი ტესლას კოშკი. ხოლო ეგვიპტელებს ეს ელექტროსადგური კი არა აუშენებიათ, არამედ იპოვესო. სხვა შორის ეს ვერსია თქვა თავის ვიდეოში ჰიტამ. გასაგებია საით მიდის ეს მსჯელობა, რომ ადრე არსებობდა ადამიანთა განვითარებული რასა და შემდეგ ისინი გაქრნენ ან სხვაგან წავიდნენ და ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ უკვე ვიდეოს დასაწყისში. თეორია მეორე. პირამიდის ქვეშ მიწისქვეშა ქალაქია. ეს თეორია ეფუძნება იმ დაშვებას, რომ ვინაიდან ეს ცილინდრები იმდენად მასიურია და ისე შორს მიდის მიწისქვეშ, რომ შეიძლება არსებობდეს რაიმე მიწისქვეშა ქალაქი, მაგალითად ატლანტიდა, მაგრამ რა უყოთ იმას, რომ ეს ყველაფერი ქვიშაში ხდება და რა უნდა ატლანტიდას ქვიშაში. მესამე, პირამიდის ქვეშ სათავსოებია. ზოგიერთი ადამიანი ამტკიცებს, რომ ეს ცილინდრები უბრალოდ გამოყენებული იყო ეგვიპტელების მიერ საკვების ან ზოგიერთი მნიშვნელოვანი ნაწერის შესანახად და მათი ზოგიერთი თეორია უფრო შორს მიდის, რადგან გამოთქვამენ ვარაუდს, რომ პირამიდები აშენდა წარღვნამდე და ეს ცილინდრები შესაძლოა გამოიყენებოდა მნიშვნელოვანი არტეფაქტების დაზიანების თავიდან ასაცილებლად. რა თქმა უნდა, ეს თეორია არის ძალიან ბუნდოვანი და დიდ დაინტერესებას არ იწვევს, რადგან მთლიანად განეკუთვნება სამეცნიერო ფანტასტიკას, რომელსაც არანაირი მტკიცებულება არ აქვს. მეოთხე, მეგასტრუქტურა უცხოპლანეტელების არსებობის მტკიცებულებაა და ეს თეორია თქვენ ალბათ ძალიან ბევრჯერ მოგისმენიათ და ამ შემთხვევაში უცხოპლანეტელების მიერ პირამიდების აშენების თეორია უკვე ახალ რეალობას შემთხვევაში იტალიელი მეცნიერების მიერ მეგასტრუქტურის აღმოჩენის თეორიას მოარგეს და ზოგადად ეს თეორია უბრალოდ მსგავსი თეორია უცხოპლანეტელებზე და პირამიდებზე ახალი არ არის და ბევრი უარყოფს ამას. და მეხუთე,
ეს ყველაფერი უბრალოდ ტყუილია, რადგან ზოგიერთი ადამიანი ეჭქვეშ აყენებს სამეცნიერო ჟურნალს, რომელშიც ეს კვლევა გამოქვეყნდა და ზოგი აღნიშნავს, რომ ვერც იპოვეს ასეთი სამეცნიერო ჟურნალი, პრეს რელიზი და მხოლოდ ის ირკვეოდა, რომ ამის შესახებ მათ გაიგეს მხოლოდ ონლაინ საუბრებიდან, მაგალითად TikTok-იდან, YouTube-იდან და Facebook-იდან და ამ შემდეგ. მაგალითად ერთ-ერთი TikTok-ერი ვიდეოს ქვეშ განიხილავდა, რომ ეს თემა არის უბრალოდ ფსევდომეცნიერება და სენსაციური ამბების მოყვარულთა შეთხზული შექმნილი ისტორია, ვინაიდან ზოგადად ეს კვლევა ახალი არ არის და ის დაახლოებით 3 წლის წინ გამოაქვეყნეს იტალიელმა და შოტლანდიელმა მეცნიერებმა. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს რეალური მიზეზი იმის დასაჯერებლად, რომ ეს აღმოჩენა ყალბია, მაინც შესაძლოა იყოს შეხსენება იმაზე, რომ ყოველთვის უნდა გადაამოწმო ინტერნეტში ნაპოვნი ინფორმაცია. ახლა მოდი პირამიდების აგების ქრონოლოგია გავიხსენოთ. საერთოდ რა არის ეგვიპტის იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ჩვენ ამ ვიდეოში ვსაუბრობთ. დღემდე შემორჩენილი ეგვიპტის 100-მდე პირამიდიდან ყველაზე დიდი და აღსანიშნავი სწორედ გიზის პირამიდებია, რომელიც სწორედ იქ მდებარეობს. მათ შორის ყველაზე დიდია ფარაონ ხეოფსის პირამიდა. იგი ააშენეს ძველი წელთაღრიცხვით 26 საუკუნეში. მისი აღმშენებელი იყო ხემიუნი. პირამიდის ასაშენებლად გამოუყენებიათ 2.300.000 ლოდი. გიზის 3 დიდი პირამიდიდან სიდიდით მეორეა ფარაონ ხეფრენის პირამიდა და ცნობილია მისი ამგები და ეს იყო არქიტექტორი მერიბი. მესამეა ფარაონ მიკერინასის პირამიდა და მისი ხუროთმოძღვარი ყოფილა დებხეინი. მერიბსა და დებხეინს ეგვიპტოლოგები ხემიუნის მემკვიდრეებადაც თვლიან. პირველი მეცნიერი და სწავლული, რომელმაც მოინახულა პირამიდები, იყო ცნობილი ბერძენი ისტორიკოსი და ისტორიის მამა ჰეროდოტე. იგი თავის ჩანაწერებში აქტუალობით საუბრობდა პირამიდებზე. პირამიდები ტრადიციულად ითვლება სამეფო სამარხებად და აღსანიშნავია, რომ ეგვიპტელებს პირდაპირ ასეთი მასშტაბის პირამიდების მშენებლობა არ დაუწყიათ. თავიდან აშენებდნენ მასტაბებს, რომლებიც ზომით გაცილებით პატარა იყო და სკამს და მერხს წააგავდა და ასეც ქვია მასტაბა არაბულად ტალახიანი მერხია. მასტაბას შემდეგ იყო პირამიდა, რომელიც ამ ტიპის შენობების განვითარების მომდევნო ეტაპად ითვლება. პირველი იყო ჯოსერის პირამიდა, რომელიც საფეხუროვანი იყო და რამდენიმე ერთმანეთზე დადგმულ მასტაბას წარმოადგენდა. თავიდან ჯოსერის სამარხი დაგეგმილი იყო როგორც ტრადიციული მასტაბა. ჯოსერის პირამიდა დააპროექტა ლეგენდარულმა ეგვიპტელმა ისტორიულად დაფიქსირებულმა პირველმა ინჟინერმა, არქიტექტორმა და ექიმმა იმხოტებმა. თავიდან ააგეს ჩვეულებრივი მასტაბა. შემდგომში გაითხარა ახალი შახტები მასტაბას აღმოსავლეთ მხარეს, სავარაუდოდ ფარაონის ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც მასზე ადრე დაიღუპნენ. მასტაბა გაიზარდა აღმოსავლეთით. იმ მომენტიდან რადიკალურად შეიცვალა ნაგებობის გეგმა. იმხოტებმა ორიგინალურ მასტაბას კიდევ რამდენიმე მასტაბა დააშენა, რომელთაგან ყოველი მომდევნო ქვედა მასტაბაზე უფრო მომცრო ზომის იყო. შემდეგ საფეხურების რიცხვი 6-მდე გაზარდა, რის შემდეგაც პირამიდის სიმაღლემ 60 მეტრს მიაღწია. მისი მცდელობის შედეგს პირველი ეგრეთ წოდებული საფეხუროვანი პირამიდა წარმოადგენს. ამის შემდეგ პირამიდა თანდათან ფორმას იცვლიდა და თავის შემდეგი სახე სნოფრუს მეიდუმის პირამიდაში მიიღო. ასე დაშენებით პირამიდების არქიტექტურა მიიღეს. თავიდან სნოფრუს პირამიდაც 7 საფეხუროვან ნაგებობად იყო ჩაფიქრებული. მის ბირთს დააშენეს 6 მასტაბა და მიღებულ 7 საფეხურს დაემეტა მერვე. შემდეგ სივრცე საფეხურებს შორის ამოავსეს და შედეგად თითქმის ნამდვილი პირამიდა მიიღეს. პირამიდების აგების პრინციპი და ფორმა სულ უფრო და უფრო იხვეწებოდა. საბოლოოდ დასრულებული კლასიკური ფორმა პირამიდამ სხვა ფარაონის ხეოფსის პირამიდაში მიიღო. დროის თვალსთან ერთად იხვეწებოდა ტექნიკა და არქიტექტურა. თუმცა მიუხედავად ასეთი არგუმენტებისა, ხალხს მაინც მოსწონს დაუჯერებელი თეორიები. ჩვენ შესაძლოა ხანდახან შევყვეთ ასეთ თეორიებს და ვიკითხოთ, სინამდვილეში რა იმალება პირამიდების ქვეშ. შესაძლოა ეს ძველი ცივილიზაციის უძველესი ცოდნაა, ან იქნებ ატლანტიდა, ლეგენდარული ატლანტიდა გაგვახსენდეს. ვინ იცის? ეს აღმოჩენა ბევრ კითხვას სვამს, თუმცა ერთი რამ ცხადია, ეგვიპტის პირამიდებში კიდევ ბევრი საიდუმლო იმალება. თქვენ რას ფიქრობთ? დაწერეთ კომენტარებში, ეგვიპტის პირამიდები უბრალოდ სამარხებია თუ რაღაც უფრო მეტი. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ ის და გამოიწერეთ არხი. და უფრო მეტი საიდუმლო აღმოვაჩინოთ და მეტი შეთქმულების თეორია გავფანტოთ. დიდი მადლობა.